როგორც ჩანს, რაღაც გამახსენდა. რა? გამახსენდა, რომ კალათბურთელი ვარ და ასევე მე მეგობრებიც მყავს. კი, ჩვენ შენი მეგობრები ვართ. როგორც ჩანს, მისი მეხსიერება აღდგება. ღმერთო, ჩემი თავი, ჯანდაბა. გამარჯობა, კამილ. გოგოებო, ცდებით, ჩემი სახელი კამილი არ არის, მე სამპო ვარ. გამარჯობა, სამპო. მართალია, რომ შენ სახლში წვეულების გამართვა გინდა? დიახ, ეს სიმართლეა. ჩემი მშობლები შაბათ-კვირას მიდიან და სახლი მთლიანად ჩემია. მაგარია, ეს ახალისო იქნება, ასე მგონია. ვინ დაპატიჟე შენს წვეულებაზე? ვისაც სურს, ყველა მობრძანდება. წვეულება ანიმეს თემატიკით იქნება. მაგარია, მე ძალიან მიყვარს ანიმე. მაშინ ჩვენც აუცილებლად მანდ ვიქნებით. კამილ, რა გეთილი ხარ? ეს მართალია, რომ შენ დაიცი და მეხსიერება სრულიად დაკარგე? კი, მართალია, მე არაფერი მახსოვს. საწყალო, იმ შემთხვევაში თუ შენ ჩვენი სახელებით დაგავიწყდა, მე ლორა ვარ, მე ოლივია ვარ, მე გაბი ვარ. გამარჯობა, კამილ, მე შენ გეძებდი. კარგად ხარ? კი, ყველაფერი რიგზეა. მენდი, კამილმა ანიმე წვეულებაზე დაგპატიჟა. წარმოიდგინე. დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ თქვენს გამო. კამილ, რატომ დაპატიჟე ეს ქათმები? ეს ანიმეს თემატიკის წვეულებაა, ნებისმიერ შეუძლია მოსვლა. ანუ ლუზერებიც კი იქ იქნებიან? კი, ლუზერებიც იქნებიან. თავარია კოსტუმებში მოხვიდეთ. წვეულებაზე შევხვდებით. ნახვამდის. ჩაკ, ვერ გცნობ? ბოდიშს გიხდით, გოგოებო, უცხო პირებს კამპუსში შესვლა არ შეუძლიათ. დიდი ბოდიში. მე ვარ ამინა და ეს ჩემი საუკეთესო მეგობარია სტეფი. ანიმეს კოსტიუმებში ვარ. კარგი რა, ჩაკ, ანიმე რა არის, არიცი? მე ვიცი რა არის ანიმე, მაგრამ მე თქვენ არ გიცნობთ, გოგოებო. ლუნა, შეგიძლია შენ შეხვიდე? შენ გიცანი? ის მართლა ასეთი სულელია? მეგობრების გარეშე არსად არ მივდივარ. ხო, შეგვიშვი შიგნით, გაკვეთილზე დაგვაგვიანდება. თქვათ მე დაგიჯერეთ, რომ შენ ამინა ხარ და შენ კი სტეფი. როგორ დაამტკიცებთ ამას? ოფიცერო ჩაკ, ჩვენ ვიცით, რომ შენ მაგიდასთან ძილი გიყვარს და გეშინია, რომ მისტერ მაქსი სამსახურიდან გაგიშვებს. აჰა. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. შემოდით დროზე. ჯანდაბა კამპუსში ყველა მიცის, რომ მე სამსახურში მძინავს ხოლმე. სად არის ეს ბენსი? ხო, ვარდიში უკვე დაგვიგვიანდა. როცა გამოჩნდება, უსაყვედუროთ, როგორც თვითონ აკეთებს ხოლმე. გეთანხმები. Call me Bucky, lucky that I'm innocent. If I didn't have no morals, I'd be menacing. How about rapping conscious but he ignorant? შენ აქ ხარ. მაშ კამილ, მეხსიერება დაგიბრუნდა? შეხედე, ჩვენ სახლა ანიმეს კოსტიუმებში ვარ. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ხარი დაგიჭიროთ. მაგარია. მგონი რაღაც გამახსენდა. და რა? გამახსენდა, რომ კალათბურთელი ვარ და ასევე მეგობრებიც მყავს მე. კი, ჩვენ შენი მეგობრები ვართ. როგორც ჩანს, მეხსიერება უბრუნდება. არა, ჩემი მეგობრები არიან ბენსი, დენსი და დაკი. მათ მომიწვიეს თავიანთ გუნდში. კამილ, გეყოფა, ჩვენ შენი მეგობრები ვართ. არა, ჩემი მეგობრები კალათბურთელები არიან. ახლა კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. ეს კალათბურთელები არიან. ვიცი როგორ გავაუმჯობესო კამილის მეხსიერება. ის ნოკაუტით უნდა გავანეიტრალოთ. ლუნა, რას ამბობ? შენ გვთავაზობ, რომ ჩვენი მეგობარი ნოკაუტით გამოვიყვანოთ? ეს იმუშავებს და მისი მეხსიერება მაშინვე აღდგება. დარწმუნებული ხარ, რომ თუნდა დავარტყათ? იქნებ სხვა გზაც არსებობს. სხვა გზები მე არ ვიცი. კარგი, ვინ არის კამილის ნოკაუტის მომხრე? ის გასახდელში უნდა შევიყვანოთ და რაღაცით მსუბუქად დავარტყათ თავში. შესანიშნავი იდეაა. სწორი არჩევანი გააკეთე. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენს გუნდში. სწორი არჩევანი გააკეთე, ძმაო. არ ინანებ, რომ ჩვენა გვირჩია ამ ლუზერების ნაცვლად, ფაზლის, ჰალკის და ნაისის. ვაუ, კამილი კალათბურთელების გუნდშია? როგორც ჩანს, ის მოტყუდა. საწყალი კამილი, ყველა სარგებლობს იმით, რომ მას ახლა არაფერი ახსოვს. თუ ჰალკი ამის შესახებ გაიგებს, უსიამოვნებაში აღმოჩნდებიან. მოიცადეთ ბიჭებო, რადგან კამილი ჩვენს გუნდს შემოუერთდა, მთელმა კამპუსმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. მაშასე, მოდით ვიდეო გამოვაქვეყნოთ კამპუსის ჩატში. შეხედეთ, ვინ არის ჩვენს გუნდში. შეხედეთ მას, ეს კამილია. გაგზავნილია, ახლა ყველა გაიგებს ამ ამბავს. მოდით, ჩვენც ვთხოვოთ მათ გუნდში გაწევრიანება.
შესანიშნავია, მალე კონკურსი გაიმართება და ჩვენ მოგვიწევს ინტენსიური ვარჯიშები. გირჩევთ დღეში ორჯერ ვარჯიშო. ბიჭებო, სხვათა შორის, თუ კიდევ გჭირდებათ მოთამაშეები, ჩვენ ვთამაშობთ კალათბურთს. ლუზერებო, როგორ ფიქრობთ, სად ხართ ახლა? სირბილიც კი არ იცით. მიდი, განაგრძე მაგიდის ფეხბურთის თამაში რა. და ჩვენ არ გვჭირდება თქვენი გუნდი. მარტოც კარგად ვართ. დიახ. მაშ ბიჭებო, კამილი მოდის? ჯერ არა, კარგი, მოამზადე ხაფანგი, კარგი. ლუნა გთხოვ, შეწყვიტი ასე ყურება, მე მართლა მეშინია შენი. როგორ ჩანს, კამილი მოდის. ღმერთო, ჩემი თავი, რა ჯანდაბა? ფაზლ, ეს მაქსია, რა გააკეთე? მაქს კამილისგან ვერ განასხვავებ? თქვენ თვითონ უნდა გეყურებინათ ფანჯრიდან. მეგობრებო, მან გონება დაკარგა. ვაუ, მათ მისტერ მაქსი ნოკაუტით გათიშეს. სასაცილო იქნება მაქსმაც რომ მეხსიერება დაკარგოს. სხეული უნდა მოვაშოროთ. ნაის, რაზე ლაპარაკობ? ის ცოცხალია, მან უბრალოდ გონება დაკარგა. ის უნდა გადავიყვანოთ აქედან. კამპუსის ყველა წევრი, კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. კარგი, მოამზადე ხაფანგი, კამილი აუცილებლად მოვა ახლა. კარგი. კამილი ნამდვილად მოდის ახლა. ღმერთო, ჩემი თავი. ძმა ვადექი. კამილ, გაიხვიძე, გახსოვარ? მე გახსოვარ? რა თქმა უნდა მახსოვხართ. და ჩვენ გახსოვართ? კი, მახსოვს. შენ სტეფი ხარ და შენ ამინა. არის, ჩვენ ეს შევძელით. და რატომ წევს მაქსი იქ? მეზიზღება ეს, არ გინდა რა. ის უბრალოდ დაიღალა და მან გადაწყვიტა რომ ცოტა აქვე დაეძინა. ძალიან გიხარია რომ ყველაფერი გაგახსენდა. დღეს ძალიან უცნაურად იქცევით. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს და ნახვამდის ყველას. ნუ მიღიტინებთ, საჭირო არ არის ეს.